არ შემიძლია რომ ვიჯდე სახში ვიყო ჩუმად და ხმა რა მოვიღო ვიფიქრო საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახს. იმიტომ კი არა რომ მეგეთი კარგი ვარ, არამედ ეს არის მე მგონი ელემენტარული და მინიმალური რაც ადამიანს უნდა აწუხებდეს. მარტო საკუთარი თავისთვის ხარ უნდა იცხოვრო, არა. აი ის რომ დავინახე რომ კაცი ფაქტიურად მიწაზე არის დაგდებული, ხო? დაგდებული და უპატრონოდ არის. და ჩვენ ხო ესე გაგზარდეს რომ ადამიანი როცა მიწაზე გდია ეს ნიშნავს რომ მას დახმარება სჭირდება, ცუდად არის, ხო, რაღაცა პრობლემა. ეს პრობლემა როგორ ვიცხოვროთ იმ ადამიანებთან, ვინც დღეს ჩუმად არიან, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა რაღაცნაირად მოვახერხოთ შერიგება. მთავარია იმათ გაუცდეთ სინანული. ჩემი მეგობრებს და ჩემი ნათესავების ნაწილს უკვე ვეღარ ველაპარაკებ, იმიტომ რომ მათი პოზიცია ჩემთვის არათუ მიუღებელია, თავისთავადაც ამორალურია, თავისთავადაც უზნეობაა. ვერ წარმომედგინა რომ საბჭოთა კავშირის დასვლის შემდეგ მსგავსი განსაცდელი, მსგავსი კატასტროფა მოგველოდა. ვერასოდეს ვერ დაუშვებდი მაგას და კოშმარულ სიზმარშიც არ მომლანდებია, რომ აი იმაში, რაში ჩვენ დღეს რეალურად ვართ, მართლა ვარ. აი ახლა ამ წუთში რომ ვლაპარაკობ, ესეთი განცდა მაქვს, რომ გავიღვიძებ და ვიტყვი, რომ ეს საშინელება ვნახე და ეს რა აბსურდია. იმიტომ რომ ეს მართლა აბსურდია. ერთის მხრივ ძალიან ცუდია, რომ არ დამაკავეს, მეორეს მხრივ ძალიანაც კარგია, იმიტომ რომ გარდა ყველაფრისა მე ამ წუთში ვთარგმნი მიხაილ ეპშტეინის ესეების კრებულს, სადაც არის რუსეთის ფენომენის ანალიზი მოცემული ისეთი, რომ აი ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს. პირველი ორი განყოფილება ქართულად უკვე თარგმნილია. ეხლა მესამეზე მუშაობ და მე მინდა მივმართო მსმენელებს, მაყურებლებს მეილზე, ან თუნდაც ჩემს Facebook-ზე, თუ მომწერენ, რომ უნდათ ეს წიგნი წაიკითხონ, მე გავუგზავნე ელექტრონულ ვერსიას, PDF-ს ყველა მსურველს. დავტოვოთ, შევინარჩუნოთ ფორმულირება, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ენა ქართული ენის გამოცხადებას. 14 აპრილის ქართული ენის დაცვის დღე რო იყო, იმაში მონაწილეობდი აქტიურად. ეს არის ჩემ ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი. გავიგეთ, რომ მომზადებულია პროექტი კონსტიტუციის და იქ აღარ წერია, რომ საქართველოში სახელმწიფო ენაა ქართული. ჩვენმა ფილოლოგმა მეგობრებმა გვითხრეს, რომ მოდით 14-ში დილით მოდით პირველ კორპუსთან, ჩვენ შეგიყვანთ, სადაც ჰქონდათ მოკლედ ეს ჯგუფი, სადაც იკრიბებოდა შტაბს ვეძახდით. იყო კამათი რაზე, გავიდეთ თუ არა ქუჩაში. მე მართლა გითხრათ, სახტად დავრჩი, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ისედაც გადაწყვეტილია და აქ სხვა გამოსავალი და სხვა ალტერნატივა ჩვენ არ აგვაქვს. ითათბირეს სახელდახელოდ და მე თქვეს, რომ მივდივართ. და რადგან ამათქვეს, რომ მივდივართ, ჩვენს თქვით, რომ მოვდივართ ჩვენც და ერთად 20-30 კაცი ალბათ, შეიძლება 15-20-იც, მოკლედ სწრაფი ნაბიჯით წავედით რუსთაველის მიმართულებით. და ნუ მოკლედ მე იქ დახვდა კორდონი მილიციის პირველი, რომელიც გავარღვიეთ, მე მეორე რუსთაველის თეატრთან. თვალჩეს მე ვიყავ პირველი, ვინც იქ დაჯდა ასფალტზე. უთხარი მეგობრებს დავიღალე, მეთქი უნდა დავსდე და სად ასფალტზე ხო არ დაჯდებიო? თქვენ რატომაც არა და დავჯექი და სხვებმა დაინახეს, რომ ვიღაცა დაჯდა და ხალხის დაჯდა. და მე ამბობდნენ, ნუ ეს წინასწარ მოფიქრებული იყო, ეს მძდომარე გაფიცვა და ეს ყველაფერი სტიქიურად ხდებოდა. ეს არის უბედნიერესი დღე ჩემ ცხოვრებაში და აი მაშინ უკვე აი ვიფიქრე, რომ ალბათ აი მთელი ცხოვრება ეს დამრჩება, ეს სიხარული, ეს განცდა ბედნიერების და გამარჯვების. და ნუ მე იყო კიდე არაერთი გამოსვლა, იყო საბჭოთა კავშირის დაშლა და დამოუკიდებლობის გამოცხადება, ეს ყველაფერი იყო ასევე ძალიან სასიხარულო და საბედნიერო, მაგრამ აი ეს პირველი გამარჯვება, რაც მაშინ ჩვენ განვიცადეთ და
ვიგრძენით და ეს ემოციები იყო წარმოუდგენელი. აი ჩემი მხნეობა მოდის აი ამ ირაციონალური განცდიდან, რაღაცა ქვეცნობიერად ვგრძნობ, რომ ჩვენ ვერ დავმარცხდებით, იმიტომ რომ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება და არანაირ მოცემულობაში არ არის, რომ ჩვენ უბრალოდ დავნებდეთ და გავქრეთ.